მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მე ვიდა გამოვიდნენ ეს ბავშვები, გამოვიდნენ სკოლაში. მე ვიდა უპირველესად უღრმესი მადლობა მოუხადო უკრაინის კულტურის სახლს, სამხატვრო ხელმძღვანელს გალბატონ მანანას. მე ვიდა მთელი გულით და სულით მოგილოცოთ გაუდელი დღე, იმიტომ რომ ეს ლამაზი ბავშვები, აი ეს სიმღერები, აი ეს ქართული სული, აი ეს მეობა, აი ეს დიდი ცეცხლი, რომელიც თქვენ გაანთეთ, მართლაც და მართლაც ძალიან ლამაზია და ეს სჭირდება სოფელსაც, რაიონსაც და ჩვენს ქვეყანასაც. თითოეული ჩვენთაგარი ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენ საქართველოს და ჩვენს ქვეყანას სწორედ წინ გამარჯვებები და გამარჯვებები უნდა. აი ესეთი შემართებული, აი ესეთი კარგი და ლამაზი ბიჭები და გოგონები. გამოდით თქვენზე. როგორი ვაშკაცია. მოდით, თქვენიათ, გამოდით პატარა, მოდით. აი ესეთი ლამაზი ქართველები, გოგო-ბიჭები გვესდებია ხალხო და ჩვენს ერთს და ჩვენს ქვეყანას მართლაც რომ გადაშენება არ უწევია. აი ალბათ თვითონ ვიხაროთ და ამით უნდა ვიყოთ ბედნიერები და მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს მათ მშობლებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. საქართველო ბედნიერია და გახარებულია ესეთი კულტურის სახლი, შემოკვეთებითი ჯგუფი, მასწავლებლები და პედაგოგები რო ყავს, იმიტომ რომ მთელი ისტორიის მანძილზე შემოძვირფასებო ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა სწორედ აი ამ ხელოვნებით, ქართული მეობით, ჩვენი ენით, ჩვენი მამულით, ჩვენი სარწმუნოებით მოვიდა. აქამდე მოვედით, შევინარჩუნეთ ჩვენი ამბანი და დღეს მართლაც რომ აი ამ ბიჭებმა, აი ასეთი ლამაზი სულით აღდგენილმა ბიჭებმა მომავალ თაობას უნდა გადასცენ ის, რაც სისხლით დაცულია, რაც მთელი საუკუნეების მანძილზე ჩვენ წინაპრებს აი ესე ლამაზად მოუტანია. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა შემოკვეთებით ჯგუფებს, მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც ასე და ასე ინარჩუნებენ აი ამ დიდ სულიერებას, რომ თქვენს შვილებში გადმოაქვთ ეს ქართული ცეკვის ლაზათი, აჭარული იქნება, მთიულური. სად არიან ბატონი თამაზის მუსიკოსები? გამოვიდნენ თურგლიშვილის ანსამბლი. ლამაზი ბიჭები, რომლებიც აი ესე ლამაზად ჩონგურზე, სალამურზე, ქართულ მეობას და ქართულ სულს ასახიერებენ. მე რომ უსვენდი ამათ, მართლაც რომ ჟურნალისტს მივლიდა და აი ესე ლამაზად ძალიან კმაყოფილი ვარ. გამოვიდნენ სად არიან? და მე მინდა ასე გითხრათ, შემოძვირფასო მეგობრებო, რომ არ გავაგრძელო დიდი საუბარი. ებდიდებულ პოეტს აქვს ასეთი ლამაზი სიტყვები ნათქვამი. მიყვარს მარად მხნედა ძმური, ეს გურია და სვანეთი, თუში, ფშავი და ხევსური, აჭარა და თრიალეთი, აღმოსავლეთ დასავლეთის გზა მიხვეულ მოხვეული, იავნანა მეგრელ დედის აფხაზური მოხეული, ლასთარბევა სისხლით ბორით შეღებილი ქართლ კახეთი, რაჭა ლეჩხუმია შორით ახლოს მესხეთ ჯავახეთი, მშობლიურო ჩემო მიწავ, შენ საყვარელ სახელს ფიცავ, რომ დავიცავ წმინდა ამბანს, წინაპართა ძვლებს დავიცავ. ორზღვაშუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. საქართველოს გაუმარჯოს აი ამ ბიჭებს, აი ამ გოგონებს, აი ამ შემართებას და აი ამ ლამაზ გოგონებს და მე მინდა გალბატონო მანანა, მე მინდა მთელი სულით და გულით ჩვენი სამთავრობო დეპუტატობის, მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ბატონო ვახტანგ მარტოლეგის დიდი მოგითხვა გადმოგცეთ. დიდი სული და გული თუნდოდა რომ აქ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა, მაგრამ მისი საჩუქარი მე წამოვიღე. მუხრანის კულტურის სახლს გადაეცემა აქ, ამოაწოდეთ რა ბიჭებმა. ეს არის მუსიკალური ცენტრი კულტურის სახლს, თავისი კარაოკის სისტემით, რომ ბავშვები უფრო და უფრო მეტად და მეტად მოამზადოთ და უფრო და უფრო მეტად და მეტად ხანეთ იყვნენ. ქართული ხელოვნება, ქართული მეობა, ქართული ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გენაცვალეთ. ვიყვარხართ, ემშვიდობებით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ოჩები გრძელდება, ილოცავთ დღევანდელ დღეს ამ